Გამოამბის საგანგებო ეთერს კი სტუმრებთან ერთად ახლა თამთა სანიკიძე განაგრძობს თამთა საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ნიკა გრძელდება მოამბის სპეციალური ეთერი. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ელისო ჯანაშია, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, თამარონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი. შემდეგ შემოგვიერთებიან გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ უკვე პოლიტიკური ლიდერები, ზურა გირჩი-ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. გადაცემას ვიწყებთ სტუდიაში მყოფ სტუმრებთან, მოგესალმებით ქალბატონ თამარ და ქალბატონ ლელა, თუმცა მანამდე უნდა ჩვენ ჩავრთოთ ფოთიდან ელისო ჯანაშია, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და რამდენიმე წუთში უკვე დაგიბრუნდებით თქვენ. ქალბატონ ელისო, საღამო მშვიდობის. პირველ რიგში ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ ინციდენტით, რომელიც გუშინ თქვენ სოციალურ საწარმო ლიმენთან მოხდა. ლიმენასთან, დიახ. მოგესალმებით, მადლობა ეთერს. ტექნიკური ხარვეზია. გუშინ საღამოს ვიცავდა, საფუძვლავი, ესე იგი გუშინ საღამოს 7 საათისთვის მოხდა ეს ინციდენტი, მოკლედ გამიზნულად მოვიდა ეს ორი ქალი, ყველაფერი ბეჭდილია ჩვენს კამერებზე, ასევე მე როცა ჩავთე ჩემი ტელეფონით ვიღებთ ყველაფერი ჩანს. და თავდაპირველად გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომ ეს იყო გაყრილების ბუდე, რომ ჩვენ გვინდოდა ევროპა და რატო გვინდოდა პირდაპირ იყო ეს მოწოდებები, ახალგაზრდები შეკრებილი. შიგნით და ეს ქალი, უშუალო სიტყვებით მიმართავდა მათ და მივხვდი, რომ აშკარად პროვოკაციულად იქცეოდა, ჩავწერდი ტელეფონი, გვეუბნებოდა, რომ დაგვახურინებდა ამ სივრცეს და გამოიწვია კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება თქო ამ კამერა, მას არ უნდა ხოლმე მოძალადებს საკუთარი სახის დანახვა და მე უკვე გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ხელს მირტყამდა და რა ვიცი რომ მოვთხოვე რომ გავეკიდე და ჩანს კიდეც ჯანწერში რომ ვინ არის და ვინ გამოაგზავნა. ამიტომ რომ აშკარად მაქვს ეჭვი და ასეთ დასაბუთებული რომ ეს არის ანგარიშწორება ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ ეს ქალი არის ქართული ოცნების კოორდინატორი არჩევნებზე, ბევრ არჩევნებზე მუშაობდა მათთან ერთად და არის მათი შტაბის წევრი, მათი ოჯახი არის მხარდამჭერი და არიან ესე გამორჩეული აგრესიულობით, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მიმართ და მით უმეტეს ევროპულად განწყობილი ადამიანების მიმართ და არც მალავდა ის ამას ყველაფერი ჩანს და არის უამრავი მოწმე ამისი. ქალბატონ ელისო, თუ მიმართეთ პოლიციას, რა მსვლელობა მოხდა თქვენს მიმართვას და თუ არის უკვე რეაგირება? დიახ, მივმართე პოლიციას, სავარაუდოდ 126 სამართლის კოდექსი 126 მუხლით არის დაწყებული გამოძიება. მე ექსპერტიზაზე ხოლმე იწევს წასვლა და ასევე მინდა რომ კერძო საჩივარით შევიტანო ფიზიკური და მორალური ზიანისთვის და მინდა რომ დაისაჯოს, აი სამაგალითოდ მინდა დაისაჯოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ არ წახალისდეს სხვა მოძალადეები მსგავსად და მოტივით, პოლიტიკური მოტივით არ მოხდეს ხოლმე ეს სამოქალაქო აქტივისტებზე და რა ვიცი, მოკლედ სხვა პოზიციის მქონე ადამიანებზე თავდასხმა და ეს დაუსჯელობა განაპირობებს ხოლმე ამას. ხშირად თავდასხმა ხდება, არავინ არ ისჯება და მე ამით წახალისდება. და რას უკავშირებთ ქალბატონ ელისო გუშინ მომხდარ ფაქტს? უკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტიურობას, ზოგადად ვარ სამოქალაქო აქტივისტი, ბოლო დროს ვაწყობთ ფოთში ყოველდღე თითქმის გვაქვს აქცია და ვითხოვთ, უერთდებით აი მოთხოვნას, ვითხოვთ არჩევნებს და გვინდა რომ იყოს შეიცვალოს ეს სისტემის ცვლილებას და აპროტესტებთ არსებულ რეჟიმს. აი ეგ არის რეჟიმი და ეს არის რეჟიმის საციცები, რომელიც მეც მომწვდა დღეს გუშინ და რომელიც შეიძლება ხვალდაზე
რავი, დაშინების მიზეზით, ახლა მე შეიძლება ვერ დამაშინონ, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ვარ სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი და მრავალი ესეთი ზეწოლა და მუქარა და რა ვიცი რა გადამიტანია აი სამი ხელისუფლების პირობებში და ცოტა რეზისტენტული ვარ ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც უნდათ რომ მსგავსი ზეწოლით, შანტაჟით, მუქარით, აი ესე მიგზავნებით ვიღაცები გააჩუმონ. აი ეგ არის აქ მთავარი პრინციპში მიზეზი ამ ყველაფრის. თქვენ აღნიშნეთ, რომ მონაწილეობას იღებთ საპროტესტო აქციებში, როგორ გესახებათ თუ ახალი არჩევნები არ იქნება დანიშნული არსებული კრიზისის განმუხტვა? დავით, არანაირად არ მისაღებ, მეც მაქვს კითხვა და ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს არალეგიტიმური ხელისუფლება რა მართლობას, იმიტომ რომ აი ახლა როგორც ხდება ქუჩაში ამდენი ადამიანი, ესე გაგრძელდება, ეს მოიტანს ეკონომიკურ კოლაფს, ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგებს და რა ვიცი, თუნდაც რომ მთელი სახელმწიფო დაგვემხოს თავზე და რა ყველა ვიწვნიოთ აი ეს მერე საბოლოოდ, მაშინ არ უნდა დანიშნონ არჩევნები და როცა ამდენი ადამიანი ამბობს, რომ ეს არის გამოსავალი, დასავლეთი გვეუბნება, ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, ნუ უნდა გაითვალისწინონ ახლა ესე ჯიქურ აღარ გამოდის უკვე თვითონაც არიან ძალიან ცუდ დღეში, კრიზისია თვითონ მათთანაც პოლიტიკური კრიზისია და ასე პარტიული კრიზისიც ექნებათ, იმიტომ რომ ეხლა არ ამგონია რომ ასე ყველა ასე არანორმალურია და ვინმეს არა აქვს ესეთი გონივრული რაღაც გონება და ზრუნვა შერჩენილი რომ გადაწყვიტონ ბოლო-ბოლო და თქვან ეს არ არის სირცხვილი, ეს არ არის უკან დახევა, ტაქტიკური უკუსვა არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხოლმე. ეხლა ამათ რადგან თქვენს და აღარ გადადიან, ესე არ გამოდის, ხო? ხედავენ რომ ვეღარ მართავენ და მე ვერც წარმოვიდგენ ისეთ შემთხვევას, რომ არ იქნება არჩევნები და რაღაც სხვა იქნება. ვერ იქნება სხვა, უნდა იყოს არჩევნები. და ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი და ამას ვითხოვთ ჩვენც. ამიტომ დგავართ ჩვენც აქ ფონდში ვაპროტესტებთ ამას ყოველდღე და წინადღით კიდე როცა ეს ნაძვის ხე აანთეს და ეგ ჩვენ ბანერებით გამოვედით და ამდენი ნაწამები ადამიანების სახე გვეჭირა პლაკატად, ეს იყო ამათვის ძალიან დიდი დისკომფორტი და მე ველოდი რაღაც ფორმით ანგარიშწორებას ჩემზე ჩვენზე ზოგადად, მაგრამ არ მეგონა რომ ეს აი ამ ქალის სახეს მიიღებდა და ესე უცებ ასე რაღაც მოხდებოდა. მადლობა, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, სოციალურ საწარმო ლიმენის დამფუძნებელი ელისო ჯანაშია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს ფოთიდან პირდაპირ ეთერში.